საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ არგუმენტების დროს მეორე საზოგადოებრივზე მე ზვია დავალიანი ვარ. გუშინ 15-მა არასაპარლამენტო პარტიამ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. მათი სრული იგნორირების შემთხვევაში კი არასაპარლამენტო პარტიები აცხადებენ, რომ საერთოდ დატოვებენ კომისიას. ხელისუფლება თავისუფლად აცხადებს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი კონტრპროდუქტიულია და გარდა ამისა ოპოზიცია პრინციპში ღია კარს ამტვრევს, რადგან მათი მოთხოვნების ნაწილი ისედაც სრულდება. არსებობს თუ არა საშიშროება, რომ საკონსტიტუციო კომისიის პოლიტიკური ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს და ვისი პასუხისმგებლობა იქნება მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება ხელისუფლების, რომელიც პრინციპულ საკითხებზე პოზიციას არ იცვლის, თუ ოპოზიციის, რომელიც მმართველ გუნდს ულტიმატუმის ენით ელაპარაკება, ამის გარკვევას შევეცდებით ჩვენ დღეს არგუმენტების დროს. პირველ ბლოკში ჩვენი სტუმრები კი იქნებიან საკონსტიტუციო კომისიის წევრები, არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრი, ბატონი შალვა შავგულიძე, თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე და ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საღამოშიდობისა ბატონებო, დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. ძალიან ვრცელი და დიდი თემაა და ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ თემაზე, მაგრამ ვიდრე ჩვენ ძირითად თემაზე გადავიდოდეთ, მოდით რაკი დღეს პარტიულ სპექტრთან განვიხილავთ პროცესებს. აირაის კვლევაზე მინდა დაგისვათ პირველი კითხვა აირაის კვლევასთან დაკავშირებით. მორიგი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, ნაწილი გახდა ცნობილი სულ რამდენიმე საათის წინ. შედეგები პრინციპში თქვენთვის ცნობილია. 5%-იან ბარიერს მაღლა არის ამ კვლევის თანახმად ქართული ოცნება 26%-ით, ნაციონალური მოძრაობა 15%-ით, ევროპული საქართველოს 7%-ით და ლეიბორისტული პარტია 6%-ით. მე მინდა შეაფასოთ ზოგადად ეს კვლევა და თქვენ რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად ასახავს იგი, ასე ვთქვათ, ქართული საზოგადოების განწყობებს რეალურად. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ არც ერთი პარტია არის ძალიან დიდი, 15% და არ მაქვს პასუხი 20% ამ კვლევის თანახმად. ჯამში 35% გამოკითხულთა არ კვეთს თავის სიმპათიას. დიახ, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ტელემაყურებელს. რა შეიძლება ითქვას ამ კვლევასთან დაკავშირებით? ახლა თავისთავად ის, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას აქვს 26%, ეს მიუთითებს, რომ ის პირველ რიგში ვენდობით თუ არა ამ კვლევას, როგორც წესი ყოველთვის ასე იწყებენ ხოლმე აირაის და NDI-ის კვლევების შეფასებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პარტია აცხადებს, მათ შორის მმართველი პარტიას რომ არ ენდობა. მე ესე ვიტყოდი, რომ ვიდრე დავიწყებდეთ იმით, რომ რაიმეს კვლევას გამოუცხადებდნენ ნდობას თუ არ გამოუცხადებდნენ ნდობას, ალბათ საჭიროა პირიქით კვლევის შედეგების შეფასება. ეხლა რაღაც მეტნაკლები ცდომილება ყველა კვლევას გააჩნია, მაგრამ როდესაც ავტორიტეტული ორგანიზაცია წარმოადგენს თავის მონაცემებს, ჩვენ მაგალითად გვაქვს ესეთი დამოკიდებულება, ჩვენ ვიღებთ ამას როგორც მოცემულობას, თვითკრიტიკულად უდგებით საკუთარ თავს და გვინდა ეს კვლევის შედეგები გამოვიყენოთ საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გასავითარებლად და გასაძლიერებლად. ჩვენი დამოკიდებულება თავისუფალი დემოკრატების ესეთია. აქედან გამომდინარე, უნდობლობის საფუძველს მე სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ და ძალიან მოკლედ შევეცდები თქვა, რომ როდესაც 26% აქვს კვლევის მიხედვით მმართველ პოლიტიკურ ძალას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის კარგად ვერ მართავს ქვეყანას, ანუ თავის ფუნქციას კარგად ვერ ასრულებს, იმიტომ ეს ძალიან დაბალი პროცენტია. ჩვენ ხედავთ 15 და 7% ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ეს ერთი პარტია იყო და ფაქტიურად ჯამში ეს ორი პარტია თითქმის ეწევა ნაციონალურ მოძრაობას ამ კვლევის შედეგების მიხედვით. ნებოდიში ქართულ ოცნებას, დიახ. ხარად შეეხება კონკრეტულად ჩვენ თავისუფალ დემოკრატებს აქ 3% არ გაქვთ დიახ ისა, როგორც მე ვნახე ჩვენ გვაქვს 3%, ეს დაახლოებით, ცოტა მცირეა ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს ჩვენ მოვიპოვეთ 4 და დაახლოებით 7%, მაგრამ იმის შემდეგ პარტიამ განიცადა სერიოზული რყევები, ბევრმა ლიდერებმა დატოვეს პარტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თუმცა რაღაც კატასტროფულად არ ასახულა თქვენს რეიტინგზე ამ კვლევების თანახმად. მიუხედავად ამისა, ისეთ სერიოზულად არ აისახა ნეგატივში აი ეს რყევები და ფაქტიურად საზოგადოებას მაინც აქ ნდობის ესეთი გარკვეული სტაბილური ხარისხი შენარჩუნებული, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის.
ჩვენ ვიმეორებ ამას მივიღებთ როგორც მოცემულობას და შევეცდებით რა თქმა უნდა გავაუმჯობესოთ ეს მოცემულობა. ბატონ დიმიტრი, თქვენ როგორ შეაფასებდით აირაის კვლევებს? რა თქმა უნდა, ზოგადი არა მხოლოდ თქვენი კონკრეტული პარტიის კონტექსტში, არამედ მთლიანად, იგივე თუნდაც ბატონმა შალვამ დაიწყო საუბარი მმართველი პარტიის რეიტინგით და იმით თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონ ზვიად, მივესალმებ ბატონ შალვას, ჩვენს ერთგულ მაყურებელს. რა თქმა უნდა, არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, რომ როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, აბრევიატურით IRI და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი NDI, რომლებიც გახლავან ორი დომინანტი პოლიტიკური ძალის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები, შესაბამისად ისინი არ არიან მიუკერძოებელი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ისინი არიან სამთავრობო ორგანიზაციები, მათ გააჩნიათ კონკრეტული პოლიტიკური მიზანი, მათ მიერვე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემებიდან გამომდინარე და იმ ინტერესს ატარებენ, რასაც აი ამ კონკრეტულ მოცემულ შემთხვევაში რესპუბლიკური პარტია, ასე ვთქვათ, კარნახობს კონიუნქტურის ფარგლებში ამ ორგანიზაციას. ამერიკის რესპუბლიკური პარტია და რა თქმა უნდა, ამერიკის რესპუბლიკური პარტია, თუმცა ჩვენი რესპუბლიკური პარტიაც, ასე ვთქვათ, ხშირად ჯდება ხოლმე, ასე ვთქვათ, გარკვეულ სქემებში, ახლა ამაზე არ მინდა საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, რომელსაც ყოველთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ხოლმე არჩევნებზე, მე გულისხმობ მუნიციპალური არჩევნები 2014 წლის, გულისხმობ 2016 წლის გაღალბებულ არჩევნებს და ჩვენ ვიყავით ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 300 დაახლოებით 300 ბოდის ვიხდი, ტელეფონი დამრჩენია ჩართული. დაახლოებით 300, დიახ, დაახლოებით 300, უფრო მეტი, 392 სასარჩელო მოთხოვნა წარვადგინეთ საქართველოს ყველა, ასე ვთქვათ, ოლქის მიხედვით გავასაჩივრეთ არჩევნების შედეგები და ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, ობიექტური საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ ნამდვილად სრულად უკანონოდ და დაუსაბუთებლად და უსამართლოდ მოხდა ჩვენი შედეგების გადაუხედავობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აჭარაში გვქონდა 7% აღებული, ხოლო დანარჩენ საქართველოში გვიწერდნენ 3%-ს, რათა საბოლოო ჯამში საშუალო არითმეტიკულით ჩვენ ვერ გადაგველახა და მიგვიყვანეს მიჯნაზე, ასე ვთქვათ, ბარიერისა, ისე როგორც თავისუფალი დემოკრატები და არა მხოლოდ ჩვენ ორი, რამოდენიმე სუბიექტი, ასე ვთქვათ, მიგვიყვანეს საარჩევნო ზღუდემდე და საბოლოო ჯამში ის გაუნაწილებელი ბიულეტენები თავად გადაინაწილეს და ის ხმები, რომელიც ბატონმა შალვამ მიიღო, ქალბატონმა ნინომ მიიღო, ბატონმა შალვამ მიიღო თუ კიდევ სხვამ, აი ეს ხმები დღეს მანდატების სახით ეკუთვნით ქართულ ოცნებას, ეკუთვნით ნაციონალურ მოძრაობას და ასე შემდეგ. ასე რომ კოჰაბიტაცია პრაქტიკულად გამოხატულია და აირაი ამ შემთხვევაში არის სწორედ ასეთი ტიპის კოჰაბიტაციის გამправებელი ბოდის ვიხდი სლენგისთვის. და ის არასოდეს არ უწყალობს ჩვენ. და როდესაც NDI-სა და აირაის შეფასებების მიხედვით, მაგალითად მე როგორც მერობის კანდიდატს გნებავთ ჩვენს გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას, რომელსაც უწერდნენ პროგნოზის სახით 1%-ს ჩვენ ვღებულობდით 12.5%-ს და 13%-ს. როდესაც 10-11%-იანი ცდომილებები სერიოზული პროტესტის საგანი ხდებოდა. აირაის და NDI-ის კონტრარგუმენტები რომ მოვიშველიო დავუშვათ, რადგან მათ წარმომადგენლები არ არიან დღეს ჩვენ სტუდიაში, ამ კითხვაზე, როცა მე ვუსვამ მათ ამ კითხვას, რომ რატომ ხდება დავუშვათ, რომ დაბალი პროცენტი მათ კვლევებში შემდეგ არჩევნებში, ასე ვთქვათ, გადაიზრდება ხოლმე უფრო დიდ შედეგში, ისინი პასუხობენ როგორც წესი, რომ აი სწორედ ის ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც არ აფიქსირებს რაღაც მიზეზების გამო თავის პოლიტიკურ სიმპათიას, აი იქ არის სწორედ ის რეზერვი, რომელიც ჩვენ საერთოდ არ ვიცით, სად შეიძლება წავიდეს და შეიძლება რაღაც მიზეზების გამო ადამიანები არ ამბობდნენ დაუშვათ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს აძლევენ ხმას და აი ამ 15%-ში იყვნენ შეიძლება ის ადამიანები და რეალურ არჩევნებზე დახურულ ურნებთან მათ მისცენ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ხმა. აბსოლუტურად ლოგიკურია თქვენი მსჯელობა, რომ 35% ამ შემთხვევაში 15 პლუს 20% მათ ვინც არც ერთ პარტიას და მათ ვინც საერთოდ არ აპირებს ესე ვთქვათ ჯერ გამოხატოს რომელიმე პარტიის მიმართ თავის დამოკიდებულება, ეს იმას ნიშნავს, რომ აი ამ 35%-ში შეიძლება იყოს გამარჯვების რესურსი საერთოდ მანიპულირებადი არის, კი? და აი რას ნერვიულობს ახლა ლორთქიფანიძე იქნებ მისი 35%-დან მისი წილი თუნდაც 12-15% ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, თეორიულად გამორიცხული არ არის. როგორ არის გამორიცხული? როგორ შეიძლება საველე სამუშაოები ისე ჩაატარო, რომ საბოლოო ჯამში აღმოჩნდეს, რომ პარტიას, რომელსაც ასე ვთქვათ
უკვე გამოხატული სიმპათიის ფონზე 0% აქვს, უცებ აღმოჩნდა, რომ ისინი ვინც არავის მხარს არ უჭერდნენ, ესე იგი, თურმე მათი რიცხვიდან 12, 13, 14% უჭერდა მხარს. მე ამით რის თქმა მინდა და მტკიცებულება მინდა მოვიყვანო. NDI მაგალითად, ქართულ ორგანიზაციას CRRC-ს ეყრდნობოდა სააველი სამუშაოების კვლევის. ძალიან კარგად მოგიხსენებათ. CRRC გახლავთ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ბატონი ლევან თარხნიშვილის მეუღლის მიერ მართული ორგანიზაცია. არის თუ არა საკმარისი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ორგანიზაცია ტენდენციურია, თუნდაც მათთან პოლარულად გამიჯნული პოლიტიკური ორგანიზაცია, იდეოლოგიურად განსხვავებული პოლიტიკური ძალების მიმართ ნდობის რეიტინგის განსაზღვრის პროცესში. რა თქმა უნდა, ასეთი ალბათობა არის ძალიან მაღალი ხარისხით წარმოდგენილი. ფაქტია, რომ ყველა აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე, ბოლოს ამ არჩევნებს გულისხმობ, გვიწერდნენ ეს ორგანიზაციები IRA და NDI 1%, 2%, ვღებულობდით 10%-ით მეტს. ასე იგი, ბატონ დიმიტრი, რომ გადავიდეთ, ასე ვთქვათ, იმ თემაზე, იმ ძირითად თემაზე, რომელზე სასაუბროდაც დღეს შევიკრიბეთ, გულისხმობ არასაპარლამენტო ოპოზიციის ულტიმატუმს, არ ვიცი თქვენ ამას ულტიმატუმს უწოდებთ თუ შეიძლება არც უწოდებთ ულტიმატუმს, თუ ეს არის რამე სხვა. ბატონ შალვა, ხო, თუ არ არის ულტიმატუმი, მაშინ რა არის ეს, როცა არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრის საკმაოდ ისეთი წარმომადგენლობითი გუნდი, 15 პარტია, რომელთაგანაც ყველა არ არის წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში, მაგრამ ნაწილი წარმოდგენილია, ამბობს, რომ თუ ამ მოთხოვნებიდან არც ერთს არ გაითვალისწინებთ, თუ სრულ იგნორირებას მოახდენთ ამ მოთხოვნების, მაშინ ჩვენ დავტოვებთ საკონსტიტუციო კომისიას. მოგახსენებთ ხა, რაც შეეხება აი ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, ეს არ არის ულტიმატუმი და ეს იქნება ის გარდაუვალობა, რომლის წინაშეც შეიძლება ჩვენ დავდგეთ და მოკლედ ვიტყვი რატომ. ეს განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ კომისიაში, საკონსტიტუციო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ჩვენი ჩართულობა, კონკრეტულად თავისუფალი დემოკრატების ჩართულობა, ვნახავთ, რომ იქნება აბსოლუტურად არაეფექტური. ვნახავთ, რომ კომისიის საბოლოო პროდუქტი იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ. დავინახავთ, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგი და პროდუქტი მიმართულია ხელისუფლების უზურპაციისკენ მართველი პოლიტიკური ძალის მიერ და არა პირიქით დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო ჩვენი განვითარებისაკენ. ასეთ შემთხვევაში იმ თავითვე ჯერ კიდევ ეს 15-ის ფორმატში ეს განცხადებული არ ყოფილა. მე როგორც კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ძალის თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვერთვებით კომისიის საქმიანობაში და მუშაობაში და ძალიან კარგია თუ კარგი და პოზიტიური შედეგი იქნება, მაგრამ აი ასეთ შემთხვევაში თუ დამაზიანებელ პროდუქტ შექმნის საბოლოოდ კომისია, ჩვენ მოგვიწევს კომისიის დატოვება, რათა არ გავიზიაროთ პასუხისმგებლობა იმ დამაზიანებელი და ცუდი ცვლილებებისათვის და თუმცა ხელისუფლების ესეთი ნაბიჯი ანალიტიკოსების ერთმა ნაწილმა ეს აღიქვა როგორც გარკვეული შანტაჟიც, ანუ თუ ულტიმატუმი არა, შანტაჟი, რომ აი თუ ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებთ, მაშინ ჩვენ დავსვამთ კითხვის ნიშნის ქვეშ კომისიის ლეგიტიმურობას საერთოდ. იცი მე არ ვიცი შანტაჟი ვინ რაც უნდათ ის უწოდონ, ნეტავ ამ განცხადებამ გამოიღოს შედეგი და მართლმა ძალამ ასე ვთქვათ, სწორი რეფორმები გაატაროს საკონსტიტუციო და მართლა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყოს ამ რეფორმებმა ხელი და საერთოდ ესეთი ნაბიჯი პირადად მე გადავდგე, როდესაც ვიყავი ქართული ოცნების წევრი და მე ქართული ოცნების კოტითაც ვიყარე კენჭი არჩევნებში და საერთოდ ქართული ოცნების პარტიის წევრიც გახდი და ფრაქციის წევრიც, მაგრამ როდესაც სწორედ ვნახე, რომ ეს პოლიტიკური ძალა დაადგა ხელისუფლების უზურპაციის გზას და ვერავით არ შედეგს ვერ აღწევდა ის ოპონირება ამ ძალის შიგნით, ამას დაემთხვა ის, რომ იგივე პოზიციაში ჩადგა ის პარტია, რომლის წარმომადგენელიც ვიყავი იმ თავითვე თავისუფალი დემოკრატები, მე დავტოვე ქართული ოცნება და გავედი ოპოზიციაში, ხო? არავითარი ულტიმატუმი ეს არ იყო, ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, როდესაც შენ ხედავ, რომ შენი ჩართულობას ეფექტი არ მოაქვს და საბოლოოდ იქნება პროდუქტი დამაზიანებელი, რა თქმა უნდა, გონიერი ადამიანი აღარ გაიზიარებ პასუხისმგებლობას იმ ცუდ პროდუქტზე და შეეცდები გარედან ოპონირების რეჟიმში იქნებ უფრო მეტად ეფექტურად იმოქმედო საბოლოო სასიკეთო შედეგისათვის. აი ეს არის და ეს, ხოლო თუ
გასაგებია. რატო უნდა იყოს რატო გვაქვს ეს შიშები ამაზე ალბათ დამატებით და ასე მგონია თუ შეიძლება ბატონ დიმიტრი, შანტაჟი თავად შანტაჟის საუბარი არის ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ რომ პოლიტიკურ პროცესს ყოველთვის ახლავს გარკვეული დათქმა, გარკვეული პირობა, პოზიტიური პირობა, რომ როდესაც 15 პოლიტიკური ორგანიზაცია საზოგადოების აზრზე დაყრდნობით აყალიბებს კონკრეტულ აზრს, რომელიც ყველა ცვლილების მთავარ ფუნდამენტს შეეხება საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. როდესაც ამ პოზიციას მხარს უჭერს და ამყარებს ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების აბსოლუტური უმრავლესობა სპექტრისა, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მათ შორის ვენეციის კომისია. ბუნებრივია. ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკეტერმა სხვათა შორის სულ რამდენიმე საათის წინ გააკეთა განცხადება, რომელიც ბევრს გაუკვირდა, რომ მოხარული ვარ იმით, რომ საკონსტიტუციო კომისიაში კონსტრუქციული ატმოსფეროს უფევსო. თომას მარკერტმა დღეს ჩვენ გქონდა შესაძლებლობა მას შევხვედროდით, ბატონ შალვამ სხვა შორის ძალიან საინტერესო პოზიციები წარმოადგინა და სწორედ თავისუფალ დემოკრატებს ეკუთვნით, რამდენიც ჩემთვის ცნობილია ის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული იდეა. და ჩვენ მე მაგალითად პოზიტივის გარდა ვენეციის კომისიისგან არაფერი არ მიმიღია. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად მათ არ ჩამოუყალიბებიათ რეცეპტი ამ თუ იმ ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ რა არის ვენეციის კომისიის საბოლოო ხედვა და ვერც იქნება, იმიტომ რომ თავად ჩვენი ხედვები არის ჯერ სუროგატული ხასიათის და მხოლოდ მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა პროდუქტს წარუდგენთ და სწორედ ამიტომაც არის დროული ამ 15 პოლიტიკური ორგანიზაციის გაკეთებული განცხადება, გაფრთხილება, ეს არ არის შანტაჟი, ეს არის გაფრთხილება. გაფრთხილებთ, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ იქნება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ერთი ხმა ერთი ამორჩევალი, რომ არ იქნება იმგვარად, რომ 48%-იანმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა წაიღოს საპარლამენტო უმრავლესობისთვის განკუთვნილი მანდატები. არ იქნება იმგვარად, რომ ფულის ტომრები არ იქნებიან უზრუნველმყოფნი საარჩევნო ხმების ბეღელისა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისთვის. ხო, ეს ძალიან ადამიანური, ძალიან სწორი, ძალიან პრაგმატული და ამავე დროს კორექტული არის. აი მაშინ პუნქტობრივად მივყვეთ ბატონ დიმიტრი და ბატონ შალვა. მე მინდა რომ ორივე თქვენგანთან გავიარო, ასე ვთქვათ, აი ეს პუნქტები. 4 ძირითადი 4 ასე ვთქვათ პუნქტისგან შედგება ეს მიმართვა, მაგრამ ქვეპუნქტებათაც თუ დავყავთ, რამდენი უფრო მეტი დათქმა და თემა ზოგადად აქ. პირველი არ შეიცვალოს პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევის ასე ვთქვათ სისტემა, პარტიებს დარჩეთ დაბლოკების უფლება, ამასთან დაიწიოს ბარიერი 5-დან 3%-ამდე. თუმცა ბლოკთან დაკავშირებით არის კიდევ გარკვეული ალტერნატივაც, რომელიც გულისხმობს, რომ შესაძლოა ეს იყოს პარტიული არჩევნები, არა ბლოკური არჩევნები, მაგრამ ამ შემთხვევაში ბარიერი უნდა იყოს მნიშვნელოვნად დაწერილი. ეს ერთმანეთის ალტერნატივებია, ეს კიდევ ერთი გაჟღერდა, მინდა გითხრათ, სხვა შორის გაჟღერდა იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა იყოს დიფერენცირებული მიდგომა, ანუ პარტიებს ჰქონდეთ დაბალი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ თუ პარტიები ყალიბდებიან ბლოკად, მაშინ მათ ჰქონდეთ მაღალი. ესეც საკმაოდ დემოკრატიული მიდგომა. ყოველ შემთხვევაში ჯობია ბევრი ვარიანტი გქონდეს და ბევრიდან საუკეთესოზე შევჭერდეთ, ვიდრე ხელისუფლებას დაუბრუნდეთ. ეს მე მგონი ორივე მხარის პოზიციებს გარკვეულწილად აკმაყოფილებს. ხო, მაგრამ ეს ბრძოლის შედეგი არ დაგავიწყდეთ, თორე ხელისუფლებას ეს თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ მსგავს ალტერნატივებზე ემსჯელა. ეს მას შემდეგ სწორედ რაც ის 15 პოლიტიკური პარტია, მათ შორის თავისუფალი დემოკრატები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, ბევრი სხვა ორგანიზაცია და ჩვენი პარტნიორები, აი პირველ რიგში სწორედ ისინი, ვისთანაც ჩვენ მქონდა შეხვედრები, ეს იყო ვენეციის კომისია, მანამდე საპარლამენტო ასამბლეა, ეს პირები, ანუ რაღაც კომპრომისული ვარიანტი იდეა მაინც არსებობს. უკვე გაჟღერდა, რომ თუნდაც აი ამ ბარიერის დაბლოკების საკითხში, დაბლოკების უფლება დარჩეს პარტიებს, მაგრამ თუ დარჩება იმ შემთხვევაში ბარიერი დარჩეს 5% და თუ ცალკე პარტიები გავლენ არჩევნებზე, მაშინ დაიწიოს მათთვის კონკრეტულად. დიახ, ეს ერთ-ერთი ალტერნატივა შეიძლება იყოს. თუმცა აი 4 პუნქტიანი მასში არ ყოფილა, რა თქმა უნდა, ეს გაჟღერებული. მე მინდა გითხრათ, რომ მაგალითად შოკის მომგვრელიაო ერთ-ერთი ვენეციის კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ბრძანა დღევანდელ სხდომაზე. შოკის მომგვრელია, რომ ხმები ესე იგი გამარჯვებულმა პარტიამ უნდა წაიღოს აბსოლუტურად ყველა გადაუნაწილებელი ხმა. ეს არის შოკის მომგვრელია. ამ სიტყვა ამ პირდაპირ პროპორციულზე გადასვლის შემთხვევაში. პროპორციულზე გადასვლის შემთხვევაში გაუნაწილებელი მანდატების წაღება გამარჯვებული გუნდის იდეა, რომელიც უმრავლესობამ ვენეციის კომისიის მიერ ეხლა მე შიდა სამზარეულო გამომაქვს, მაგრამ მაქვს უფლება რომ ეს სიტყვები გამოვიდა, ანუ იმდენად მნიშვნელოვანია, ხო? დასაწყისშივე რომ ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს არის შოკის მომგვრელი, ეს ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგი, საბოლოო დასკვნა ამ კომისიისა
პროპორციულ არჩევნების აი ამ ტექნიკურ მხარეებთან დაკავშირებით იქნება შეუვალი თუ კი ხელისუფლება დაიცავს იმ პრინციპს, რასაც დღემდე კბილებით ეჭიდება, რომ გამარჯვებულმა წაიღოს ყველაფერი. იგივე ამის საკითხია. არგუმენტად ხელისუფლებას მოაქვს ის, რომ გარკვეული სტაბილურობა ჭირდება მთავრობის ფორმირების პროცესს, ჩვენ არ აქვს ტრადიცია კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბების და კი ბატონო, ამაზე დღეს იყო ზუსტად ეს კითხვა დაისვა და ამ კითხვასთან და დაკავშირებით ბონუსი, გარკვეული ბონუსი, მოდი მივცეთ პირველ ადგილზე გასულს, ის ამას იმსახურებს და იმსახურებს თუ არა ეს ხადია შეიძლება ნიკოს ალივიზატოსმა დღეს საბერძნეთის წარმომადგენელმა ვენეციის კომისიაში განაცხადა, რომ ბერძნული მოდელის მიხედვით ასეთ შემთხვევაში, თუ კი თქვენ გინდათ რომ გარკვეული პრეფერენცია მიანიჭოთ გამარჯვებულ გუნდს, თქვენ შეგიძლიათ სტაბილურობის ბონუსია, პირობითად მას მისცეთ 10 მანდატი. ხოლო ყველა დანარჩენი პროპორციული სისტემით გადაინაწილოს ყველა ბარიერ გადალახულმა პარტიამ. თქვენ თანახმა ხართ ამ მოდელზე? არა, მე არ მინდა რომ ეხლა წინსწრებით რაღაცაზე ვისაუბრო, თუმცა ნებისმიერ მოდელზე თანახმა ვიქნები, თუ კი საბოლოო ჯამში კონსენსუსი ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოება მხარს უჭერს, შედგება. და აი ჩვენ კიდევ ერთხელ გვეუბნებიან ევროპულ გამოცდილებას. და კარგი იქნება თუ ხელისუფლება შანტაჟზე საუბრის ნაცვლად გააკეთებს ადეკვატურ განცხადებებს, რამდენად დაუჭერდა მხარს მსგავსი ტიპის შეთავაზება. ნუ ყოველ შემთხვევაში ერთ კვირაზე მეტი აქვს ამისთვის, აქვს ხელისუფლებასაც, მართლ გუნდსაც და აქვს ოპოზიციურ პარტიებსაც, მთლიან საზოგადოებას, რომ გარკვეული კონსენსუსი თუ შესაძლებელია კონსენსუსი შევიდეთ. ასევე იყო პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რომ სამი ვარიანტი, სამი გეგმა აქვს, სამი შესაძლო ვარიანტი არსებობს. ეს არის ამორჩევლის კოლეგიის მიერ, პარლამენტის მიერ და პირდაპირ საყოველთაო წესით არჩევანი. სამივე მოდელი ევროპაში მუშაობს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში პირდაპირ და საყოველთაო წესით პრეზიდენტის არჩევა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ შემაკავებელი დამაბალანსირებელი ეფექტი მივიღოთ პრეზიდენტის ინსტიტუტისგან. ესეც სრულიად კანონზომიერია. ბატონ შალვა, ძალიან საინტერესოა თავად ეს ამ მოთხოვნებთან დაკავშირებული კომენტარი ხელისუფლების მხრიდან, ასე ვთქვათ, გარდა იმ კომენტარებისა, რაც უკვე მოვიტანე, ასევე ხელისუფლებამ თქვა ისიც, რომ განაცხადა ისიც, რომ ღია კარს ამტვრევს ოპოზიცია პრინციპში, იმიტომ რომ ამ იდეების დიდი ნაწილი ისედაც ტარდება ცხოვრებაში, ისედაც აკეთებს ამას საკონსტიტუციო კომისია. შესაბამისად, თუ აქ იგულისხმება ის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ეს სხვა საკითხია და თუ კი ამ დავუშვათ რაღაც ნაწილზე და შეთანხმებაზე და კონსენსუსზე საუბარი, ეს ისედაც და თავისთავად ხდება. თქვენ რა კონტრარგუმენტი გექნებოდათ მაშინ აი ამ განცხადებაზე? მოგახსენებთ. იცით რა, ესეთი სიტყვების თამაში არაფერს არ იძლევა, უნდა ვიფიქროთ საქმეზე. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ კონსტიტუციური ცვლილებებმა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ეს 4 მოთხოვნა აქეთკენ არის მიმართული და მოდით რაც შეეხება იმას თუ რა უკვე არის გადაწყვეტილი ქართულ ოცნებაში ჯერ ერთი ეს არ იყო იმ თავითვე გადაწყვეტილი, ვიდრე არ იქნებოდა ესეთი სერიოზული პროტესტი გამოხატული, ვიდრე ამ პროტესტს ოპოზიციური ძალები, პოლიტიკური ძალებთან ერთად ანალოგიურად არ გაიზიარებდა და არ დააფიქსირებდა არასამთავრობო სექტორი, ფართო საზოგადოება, ასევე საერთაშორისო აქტორები და უცხოური ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, თუნდაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ასე შემდეგ და აქ უკვე ქართულ ოცნებას მოუწია დათმობა და ეს დათმობა გამოიხატება რაში, რომ კი ბატონო, ჩვენ მიგვაჩნია აცხადებს დღეს ქართული ოცნება, რომ საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში არ არის გამართლებული პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევა, მაგრამ ჩვენ მივდივართ იმ დათმობაზე, რომ ეხლა კი არ მოხდეს პარლამენტის მიერ მისი არჩევა, არამედ შევცვალოთ საარჩევნო გარემო და უკვე სამართლიანი საარჩევნო სისტემით არჩეულმა პარლამენტს მიეცეს უფლება აირჩიოს პრეზიდენტი. თუმცა აქაც, ანუ აი ეს დათმობა, რომ მაჟორიტარული სისტემა გამოირიცხოს და გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე, ეს იყო უკვე გარკვეული მიღწევა სწორედ ამ ოპონირების შედეგი. პრინციპში ერთადერთი რაზეც კატეგორიული წინააღმდეგია ქართული ოცნება დღემდე და არავითარ კომპრომისულ ვარიანტს არ განიხილავს გარდა იმ კოლეგიისა, არის პრეზიდენტის არჩევის წესი, რომ არ უნდა იყოს საერთო სახალხო. ძალიან კარგი, არა, მარტო მაგაში არ არის საქმე. მანდაც უკან დაიხიეს. აქ არის სხვა ხიფათი. ძალიან კარგი, თუ მოხდება მართლაც რეალური სამართლიანი საარჩევნო გარემო შექმნა და სისტემის შექმნა, მაშინ შეიძლება მართლაც საუბარი პრეზიდენტის პარლამენტის მიერ კოლეგიის, მაგრამ აქ ეშმაკი დეტალებშია ხომ, ნათქვამია.
აქ საქმე იმაშია, რომ იმავდროულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად ქართული ოცნება ძალიან კატეგორიულად აყენებს საკითხს სწორედ გაუნაწილებელი მანდატების მითვისების შესახებ. რამდენი იყო გაუნაწილებელი მანდატები ბოლო არჩევნების დროს? 17, ხო? 17 გაუნაწილებელი. და დღემდე მიდის დავალ და კამათის ხოთაშორის ჩვენი მანდატებია. როგორ უნდა გადანაწილებული იყოს? სხვისი კი არა, 17 გაუნაწილებელი მანდატი, რომელიც წარმოადგენდა პროპორციული არჩევნების და 20 თუ 21%-ს, ხო? ეხლა თუ მთლიანად პროპორციულზე გადავალთ, ეს რაოდენობა კიდევ გაცილებით უფრო მოსალოდნელია, რომ მეტი იქნება. მაგრამ არ იქნება იმდენი, რამდენიც მაჟორიტარების რაოდენობაა. ესეც ხო ფაქტორია, უკეთესი შედეგი. არაფრით არ ჩამოუვარდება, თუ ეხლა იქნებოდა სრული პროპორციული სისტემა, 103 მანდატს მიიღებდა მაინც ქართული ოცნება. ანუ არ იქნებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. ყოველ შემთხვევაში ესეთი დიდი გაუმართლებელი ბონუსი, რა თქმა უნდა, სამართლიანობისგან აბსოლუტურად შორს არის. ანუ ქართული ოცნება ამ შემთხვევაში უკვე ცდილობს, რომ დაარქვას ამას რაღაც დათმობა თუ რაღაც კეთილი ნაბიჯი, კი ბატონო, მივესალმებით, რაც უნდა ის დაარქვას, მაგრამ შეინარჩუნოს ისეთი დაუმსახურებელი უპირატესობა, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნებში მის გამარჯვებას და გამარჯვებას სოლიდური ასე ვთქვათ, უპირატესობით, რათა გააკონტროლოს მთლიანად ხელისუფლება. ეხლა, თუ ამას შეინარჩუნებს ქართული ოცნება და ასეთ საარჩევნო სისტემა შემოგთავაზებს, შემდეგ, რა თქმა უნდა, ასეთი საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტს არ უნდა კონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება. ეს იგივე იქნება, რომ მართველი პოლიტიკური ძალა უბრალოდ დანიშნავს მისთვის სასურველ პირს პრეზიდენტად და ფაქტურად გააკონტროლებს სრულად ამ ინსტიტუტსაც. აი, აქედან გამომდინარე, ვიმეორებ, არ არის რაღაც, იცით, ყველას შესრულებას ვითხოვთ თუ ნაწილის ჩვენ ვითხოვთ იმის შესრულებას, რაც უზრუნველყოფს და მეორც ერთი ეს მოთხოვნაა დაყენებული, ამ მოთხოვნის ირგვლივ შეიძლება მსჯელობა, რაღაც კომპრომისები, ხომ? ხო, ამიტომ ვაპარაკობ ზუსტად, მაგრამ თუ ეს ეს ანიშნებს ეს არის თუ არა ულტიმატუმი, დაუშვათ ან რა თქმა უნდა, მე უკვე ვამბობ, ეს არ არის ულტიმატუმი, ეს იქნება ძალიან სამწუხარო ნაბიჯი, მაგრამ იძულებითი ნაბიჯი, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ უბრალოდ არანაირი გაუმჯობესება არ ხდება, თვისობრივი გაუმჯობესება იქითკენ, რომ ან პრეზიდენტის არჩევა გახდეს შესაძლებელი პარლამენტის მიერ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი იქნება არჩეული სამართლიანი წესით, იგივე კოლეგიის მიერ, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარდება სამართლიანი საარჩევნო სისტემით და იქაც აბსოლუტური დომინირება არ იქნება მმართველი პოლიტიკური ძალის. ანუ არის ვარიანტები, სხვა შემთხვევაში უნდა შენარჩუნდეს პრეზიდენტის საყოველთაო წესით არჩევა, რათა ეს ლეგიტიმაცია მაინც კონდეს და დამოუკიდებლობის, აი ეს ხარისხი, რასაც საყოველთაო წესით არჩეული პრეზიდენტს აძლევს მისი ლეგიტიმაცია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკითხი პრეზიდენტის უფლებამოსილების და თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ვიტყვი. ცოტა დრო გრჩება უკვე და პრეზიდენტზე ძალიან მოკლედ ვიტყვი, აი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ესეთი განაცხადი მოვისმენთ გუშინ კონფერენციაზე პარლამენტის და კომისიის იგივე თავმჯდომარის მიერ, რომ ჩვენ გვინდა ისეთი ბალანსი და საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ ისეთი ბალანსი იქნას უზრუნველყოფილი, რომ მივიღოთ ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და პრეზიდენტი როგორც დამოუკიდებელი არბიტრი შესაბამისი ფუნქციებით. და იმავდროულად აცხადებს, რომ პრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლება. ეხლა მოდით შევხედოთ, დამოუკიდებელ სასამართლოს რა უფრო უზრუნველყოფს, როდესაც პრეზიდენტი დამოუკიდებელი არბიტრი, რომელიც არ არის ასე ვთქვათ ბმაში მართლ პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურ პარტიასთან, ხო, იდეაში ჩაფიქრებულია, რომ იყოს ზეპარტიული ფიგურა. დიახ, ის რომ მოახდენს ნომინირებას ისეთი ორგანოს წევრებისა, როგორც არის სასამართლო, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დამოუკიდებლობას პოლიტიკური ძალებისაგან და უპირველესად მმართველი პოლიტიკური ძალისგან, თუ იმ შემთხვევაში, როდესაც მმართველი ძალის მნიშვნელოვანი გავლენის ქვეშ მოქცეული იუსტიციის საბჭო მოახდენს მათ დანიშვნას, მაშინ როდესაც თავად იუსტიციის საბჭოს არჩევის წესი და კომპლექტების წესი. ეს ძალიან საინტერესო კითხვებია და პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის მიმდინარე დისკუსიის მთელი შინაარსი არის მათ შორის უფლებამოსილებებზე. მე პირადად დავაყენე საკითხი, რომ პირიქით თუ გულწრფელია ქართული ოცნება იმ სურვილში, რომ დამოუკიდებელი არბიტრის ფუნქციები კონდეს პრეზიდენტს,
მას უნდა და დამოუკიდებელი სასამართლო კონდეს, პრეზიდენტს უნდა მიანიჭოს ასევე თავარი პროკურორის ნომინირების შესაძლებლობას, ვინაიდან პროკურატურაც ის უწყება, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ გვაქვს ვენეციის კომისიის დასკვნა 2015 წლის 7 ივლისის მიღებული იმ პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2015 წელს გაატარა და დიდ ოპონირებას კი უწევდით, მაგრამ ვერაფერი შევძელით, რომ დასკვნაში ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს კანონი არ უზრუნველყოფს პროკურატურის დეპოლიტიზაციის მოთხოვნას, რომ მართველი პოლიტიკური ძალის ნება აღმასრულებელი ხელისუფლების და მისივე საპარლამენტო უმრავლესობის სახით დომინირებს შეუზღუდავად დომინირებს თავარი პროკურორის დანიშვნის საკითხში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ აი ესეთ ვითარებაში ვიმეორებ ანუ ეს არის კიდევ ერთი პოზიცია, რომელიც ამ მოთხოვნებში არ არის დაფიქსირებული, მაგრამ არასაპარლამენტო პოლიტიკური სპექტრი ასევე აყენებს ამ თემასაც, მაგრამ არ არის ამ შემთხვევაში აი ამ 4 პუნქტიანი ულტიმატუმის თუ მოთხოვნის თუ ასე ვთქვათ ქვაკუთხედი იმ მოთხოვნების, რომლებიც აუცილებელია. ბატონ დიმიტრი, დიახ და ასევე ჩვენი დროც ნელ-ნელა იწურება და მინდა ასე ვთქვათ შემაჯამებელი კითხვა დავსვა, რა მე მივაქციე ყურადღება ფორმულირებას არასაპარლამენტო სპექტრის აი ამ მოთხოვნის ჩამოყალიბების დროს ფორმულირება თუ რა არის ეს მოთხოვნები იყო ძალიან საინტერესო რომ სრული იგნორირების შემთხვევაშიო ასე მე ასეთი ფრაზა ამოვიკითხე მიმართავთ ასე დავტოვებთ კომისიას ეს ხადია ნიშნავს რომ ანუ დიახ ეს არის არა ულტიმატუმი და უშუალოდ ისეთი ფორმით როგორც ჩვენ გვესმის ამ სიტყვის მოსმენისას არამედ გარკვეული ასე ვთქვათ სამუშაო პუნქტები რომლებიც შეიძლება დაექვემდებარონ გარკვეულ კომპრომისებს ერთმანეთის მიმართ. რა იქნება თქვენთვის იმის ნიშანი, რომ მართველი გუნდი მოდის არასაპარლამენტო სპექტრთან კომპრომისზე თუ დიალოგზე და არ არის სიტუაცია არ დგას ესე ვინ-ვის. მოკლედ აი ამ პუნქტებიდან თუნდაც აი რისი დაკმაყოფილება, ან როგორ დაკმაყოფილება იქნებოდა თქვენთვის იმის ნიშანი, რომ არ იქნება ეს ღირს ამ საკონსტიტუციო კომისიაში თქვენთვის მუშაობის გაგრძელება. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს რამდენიმე პუნქტიანი წინადადებები, რომელსაც ულტიმატუმის ხასიათი შეიძლება მისცეს მედიამ და სინამდვილეში აბსოლუტურად სწორად აღნიშნა ბატონმა შალო, რომ ეს არ არის ულტიმატუმი, არ არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ არის ფორმალური საბაბი რაღაცის მისაღწევად. ეს არის სრულიად გააზრებული კონკრეტული გეგმა, რომელთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას ისღა დარჩენია ახლა დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას, ხდება ჩუალედურს, ალბათ ეს მოხდება აპრილის თვეში და საბოლოო ჯამში იმასაც გეტყვით, რომ ხელისუფლებამ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, როდესაც უკვე განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება პირდაპირ საყოველთაო წესით. მხოლოდ ეს საკითხი, რომელიც უკავშირდება მის ირიბ არჩევნებს, ინსტიტუტის ირიბ არჩევნებს, გამოყენებული იქნება 2023 წლიდან. ახლა მოგეხსენებათ 7 წლის განმავლობაში მაშინ როდესაც 2020-ში ერთმანეთს ემთხვევა მუნიციპალური არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები და რამაც შეიძლება ყირაზე დააყენოს საბოლოოდ ეს წარმოდგენა, ხომ? უკვე ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია. მით უმეტეს დღეს ვენეციის კომისიამაც ღიად გააკეთა არჩევნებზე. თუმცა ამ უკანდახევის მიუხედავად მაინც არასაპარლამენტო სპექტრი მაინც მიმართავს ხელისუფლებას ამ ასე ვთქვათ პირობითად დავარქვათ ულტიმატუმი კი ბატონო ანუ ამ ულტიმატუმის პუნქტებიდან ამაში მდგომარეობს ჩემი კითხვა. საარჩევნო სისტემა პასუხი რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, სად უნდა წამოვიდეს ხელისუფლება დაუშვათ თუნდაც დათმობაზე იმისთვის, რომ თქვენ გააგრძელოთ მუშაობა კომისიაში და ჩავთვალოთ, რომ არ არის საერთოდ ხელისუფლების ტონი კატეგორიული. ალბათ არ გავაზვიადებ, ასე ვთქვათ, თუ ვიტყვი, რომ იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო სისტემის ჩვენს მიერ შეთავაზებულ მოდელს ხელისუფლება რაღაცნაირად გვერდს აუვლის, ის მას დაუჯდება იმის ფასად. ეს არის წითელი ხაზი თქვენ მის მიერ ინიცირებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იქნება სრულიად დისკრედიტირებული და მას აღარ ექნება არანაირი ნდობის მანდატი საზოგადოების მხრიდან, აღარ ვამბობ ამ 15 პოლიტიკურ ორგანიზაციას. ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ეს არის ერთადერთი გზა ამჯერად, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას უთხრათ უარი. ეს არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ ერთი ხმა, ერთი ამომრჩეველი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იქნეს გარანტირებული შესაძლებლობა და მოცემულობა, ხოლო ყველა ის ტექნიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ბლოკს თუ უბლოკობას
ბარიერის დაწევას, რამდენი პროცენტით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს არის შემდგომი მსჯელობების გასაგებია ამ უწურეთ სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო თუ სულ 10 წამი კომენტარის დრო შეგვიძლია მოვიპაროთ ასე ვთქვათ ბატონ შალვა თუ გაქვთ სურვილი და უნდა დავასრულოთ. უბრალოდ რადგან ბლოკებზე იყო საუბარი, მინდა ორი სიტყვით ვქვა, რომ მთავარი პრეტენზია ბლოკების მიმართ მდგომარეობს ხელისუფლების მხრიდან იმაში, რომ მცირე პარტიებს ბლოკებში გაერთიანებულს ეძლევათ საბიუჯეტო სიკეთეების გამოყენების შესაძლებლობა. მაგრამ აი ეს არ საჭიროებს ბლოკების და გაერთიანების აკრძალვას და ნაბანწყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ, ხომ? ეს გაერთიანების უფლება უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ეს დარეგულირდება, რომ ის სიკეთეები საბიუჯეტო მიიღოს თავად სუბიექტმა, ბლოკმა და არა ბლოკმა და ბლოკის წესდებით დარეგულირდება შიგნით როგორ განაწილდება. უმარტივესია. გასაგებია, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და თქვენი პოზიციების დაფიქსირებისთვის. შალვა შალგულიძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრები, როგორ უნდა შევაფასოთ ჟენევის მოლაპარაკებათა 39 რაუნდი და რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ 2 დღის წინ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ შეხვედრაზე განვითარებული მოვლენებისგან. ამ საკითხებში გარკვევას ჩვენ სოციალური რეკლამის შემდეგ სულ რამდენიმე წუთში შევეცდებით პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიასთან ერთად დარჩით მეორე არსზე დაგველოდით.